მოგესალმებით, დიდი მადლობა თანადგომისთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ აი ასეთი პატრიოტები და იბრძვით უკეთესი საქართველოსთვის. და ძალიან გვიხარია, ხედავდეთ ყოველდღიურად საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს, მეტ საქართველოს მოქალაქეს, მსგავს თუ სხვა ტიპის შეხვედრებში, ვისაც არა უბრალოდ სურს ცვლილებები, არამედ სჯერა ამ ცვლილებების და გვჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველა შეგვიძლია მოვიტანოთ ქვეყანაში ცვლილებები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ადამიანს წამდეს იმისი, რასაც აკეთებს. რწმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. 26 ოქტომბერი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2024 წლის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით არჩევნები. ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არჩევნებია. არჩევნები, სადაც გამარჯვებული, როდესაც გამოცხადდება და მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ოპოზიცია, დარწმუნებული ვარ, რომ კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერი იქნება ძალიან ძლიერად წარმოდგენილი მომავალ კოალიციურ მთავრობაში. არა უბრალოდ გამარჯვებას მოიპოვეს, მაგრამ ის გამარჯვება იქნება ცვლილებების მომტანი. ამ ქვეყანაში ბევრს გაუმარჯვია სხვადასხვა წლებში. მაგრამ სამწუხაროდ სისტემური ცვლილებები ვერ მოუტანიათ. დასანანია ამის თქვა, მაგრამ ეს არის ფაქტი. და 26 ოქტომბერს არის ისტორიული ცვლილებების მოტანის შესაძლებლობა. არის შესაძლებლობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს მოქალაქე თავი იგრძნოს დაფასებულად და იმის ერთი მუჭა კორუმპირებული ჩინოვნიკების მომავალი არ იყოს საქართველო. ისინი უნდა იყვნენ რიგითი დიახაც, რა თქმა უნდა, დაფასებული საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ისინი ვერ იქნებიან ამ ქვეყნის ბატონპატრონები, როგორც ჩინოვნიკები. ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, თქვენ და ასობით ათასი ადამიანი კოალიციას ცვლილების 4 ნომრის ამორჩეველი მხარდაჭერი 26 ოქტომბერს მივა და გააკეთებს იმ არჩევანს, რომელიც მეტია ვიდრე არჩევანია. ჩვენი ერთი ხმით ვდებთ ძალიან მნიშვნელოვან წილს საქართველოს უკეთეს მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ 26 ოქტომბერს თითოეული ჩვენგანი და ასობით ათასი ნომერი 4 კოალიციას ცვლილების ამორჩეველი, როდესაც მივა, ლიდერებს კი არ ირჩევენ, რომელიც ბევრი ყავს კოალიციას, სხვადასხვა ჯგუფები წარმოდგენილი. არამედ წილს დებენ საქართველოს უკეთეს მომავალში. აი ეს განსხვავებაა 26 ოქტომბერსა და სხვა აქამდე ჩატარებულ არჩევნებს შორის. მიმაჩნია, რომ ოპოზიცია გამარჯვებას აქვს ეშხი. ოპოზიცია და გამარჯვებას თქვენთვის, როცა არც პროკურორი გეხმარებათ, არც მერი გეხმარებათ, არც დეპარტამენტის უფროსი, არც არ ვიცი რომელიღაცა სხვა თანამდებობების წარმომადგენლები. არამედ ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას აქვს ფასი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში დიახაც ქართველი ხალხის ინტერესი იქნება გათვალისწინებული პოლიტიკოსების მიერ და პირველად ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდება კოალიციური მმართველობა, სადაც პირველად დაწმუნებული მოხდება ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის, მოქალაქის ინტერესის ასახვა და წარსულში ჩაბარდება აი ეს მტკინვეული პრაქტიკა. მტკინვეული პრაქტიკა, ოლიგარქიული მტკინვეული პრაქტიკა ერთპარტიული მმართველობის, ერთპიროვნული მმართველობისა. 30 წლის განმავლობაში სამწუხაროდ ეს გამოცდილება ჰქონდა ყველა ხელისუფლებას და კოალიცია ცვლილების 4 ნომრის თავარი ერთ-ერთი უპირატესობა არის, რომ ჩვენ ბუნებრივად გვაქვს ეს მისწრაფება, რომ გვინდა შემდეგი ხელისუფლება იყოს კოალიციური. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ამ კოალიციაში იყოს მთავარი პარტნიორი ნომერი 4 კოალიციის ცვლილებებისთვის, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენ. წარმატებები ყველა ოპოზიციურ პლატფორმას, რეალურ გულწრფელ ოპოზიციურ პარტიას, ყველა წარმატებები, მაგრამ პირველ რიგში წარმატებები თქვენ და ასობით ათას ნომერი 4-ის ამორჩეველ. წარმატებები, გამარჯვებები და ძალა მრავალფეროვნებაშია, რომელიც აქ სცენაზე ახლა წარმოდგენილი არის თქვენს წინაშე და ძალა არის იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც დგას ამ კოალიციის უკან. ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე 26 ოქტომბერს მივა
საარჩევნო ურნებთან. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. და მე მჯერა შემოხაზავს ნომერ 4-ს, გააფერადებს ნომერ 4-ს. ვინაიდან ახლა იცით ხმის მიცემის ფორმა შეცვლილია და კი არ ვხაზავთ 90% უბნებში ამეთ ვაფერადებთ. გავაფერადოთ ყველა მეტად კოალიცია ცნობისთვის 4 ნომერი. წარმატებები და გამარჯვებები. მადლობა დიდი.